მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა კი იქნება ფიქრი, გრძნობა, მოქმედება. დღეს გავაკეთებთ გაშლას ერთ პოზიციაზე, თუ გიყვართ ასეთი ვიდეოები, დარჩით ჩემთან ერთად და რა თქმა უნდა გაშლას უყურეთ ბოლომდე იმ შემთხვევაში, თუ თქვენზე რეზონირდება დღევანდელი საჯარო თემა. ჩაიფიქრეთ ის ადამიანი, ვისაც გაინტერესებთ ტაროს პასუხები. შეგახსენებთ, რომ უკვე ჩაწერილ ვიდეოებს ყოველთვის შეგიძლიათ უყუროთ. ვიდეო თქვენზე მაშინ იწყებს ხოლმე რეზონირებას, როდესაც მას რთავთ და უსმენთ და ის კავშირში არ არის თუ საიძე, როდის არის განთავსებული. ვისაც ჩემთან გსურთ პირადი კონსულტაცია, დამიკავშირდით მესენჯერზე, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაში და კომენტარების ველშიც. დავიწყოთ და ვნახოთ პირველ რიგში თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრი. პირველ რიგში ეს პიროვნება ძალიან აქტუალურად და ინტენსიურად ადევნებს თვალყურს თქვენს სოციალურ წრეს, სოციალურ საიტს და შეიძლება ახლა ისეთი ეტაპი გქონდეთ, რომ მხოლოდ სოციალურ სივრცეში კონტაქტობდეთ ან ქვეყნებს შორის დიდი მანძილი გქონდეთ ან ქვეყნებს შორის იყოს განსხვავება, ან ქალაქებს შორის იყოს განსხვავება და აქედან გამომდინარე ხდებოდეს ეს, რომ ინტერნეტზე ხართ ძალიან დამოკიდებულები, თუ ეს სიტუაცია არ არის, აქ არის მდგომარეობა, როდესაც ეს ადამიანი მუდმივად ინტერნეტში დაგეძებთ ან სულ რაღაცნაირად თქვენი SMS-ის სვათუს არის მოლოდინშია ხოლმე. არ აქვს მნიშვნელობა აქ რამდენად ხშირად კონტაქტობთ, ანუ მაინც რაღაც მომენტში, აი როდესაც შეიძლება რაღაც გვერდი აქვს ისეთი, რომ იქ რომ შედის, აუცილებლად ესეთი განცდით შედის, რომ აბა დაპოსტეთ თუ არა, მიწერეთ თუ არა და ასე შემდეგ. ანუ ძალიან დამოკიდებული გახდა, შეიძლება ტელეფონზე გახდა დამოკიდებული მას შემდეგ, რაც მაგალითად კონტაქტობთ ხო, ან გაიცანით ერთმანეთი, ან სოციუმში გააქტიურდით, ან ერთმანეთი დაიმატეთ. ან ფიქრებით მაინც სულ თქვენსკენ არის ხოლმე, ტელეფონზე დამოკიდებული გახადეთ. ეს ადამიანი ძალიან გრძნობებში არის. როგორც გითხარით, რაღაც თავისი შინაგანი ბავშვი დაცულად არის თქვენთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეგრძნება არის მისი სიმშვიდის გარანტია ხართ, ან ძალიან კარგად გრძნობს, კომფორტი არის თქვენთან ურთიერთობაში. ან თუ ახლა რაღაც არეული არის, ფიქრობს, რომ თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელიც მას სახლისა და სიმშვიდისა და დაცულობის ენერგიას ყოველთვის აძლევდა და უქმნიდა და გრძნობებში მერყეობა არ აქვს დღევანდელი ფონით და გრძნობს, რომ თქვენით ძალიან სერიოზულად არის დაინტერესებული, მოხიბლული და ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში შეყვარებულიც. კიდევ ეშინი ამ ურთიერთობის გაფუჭების და დაკარგვის და თუ ისედაც ურთიერთობაში რაღაც პრობლემები არის, ეშინია რომ ეს პრობლემები სამუდამო არ აღმოჩნდეს, ანუ თქვენი ურთიერთობის დაკარგვის ეშინია ძალიან. ეშინია ჩიხების, ეშინია ბედნიერების, რადგან ფიქრობთ, რომ შეიძლება ამ ბედნიერმა მომენტებმა უცებ გული ატკინოს. თუ გაინტერესებთ ეშინია თუ არა მას თქვენი დაკარგვის, დიახ, მას თქვენთან კონტაქტის დაკარგვის შიში აქვს. ფიქრობს, რომ თქვენთან ურთიერთობა მას ძალიან ბევრი რაღაც ასწავლა, ან სხვა თვალით შეახედა. და მისი ძველი ვერსია თქვენ გამოცვალეთ, აი რაღაცაში
საკუთარი თავი უკეთესად დაინახან, საკუთარი უნარები იპოვან, რაღაცაში დაეხმარეთ, რომ აი ძველებური ენერგია აღარ აქვს, ხო? თუ ახლა არ კონტაქტობთ, იცოდეთ, რომ ამ პიროვნებას ენატრებით. თუ კონტაქტში ხართ, მაინც ენატრებით, იმიტომ რომ როგორც კი ტელეფონს გვერდზე გადადებს, ან იძინებთ ან რაღაც საქმეს აკეთებთ, მაშინვე ეწყება ფიქრი თქვენზე. თითქოს არ ყოფნის თქვენთან კომუნიკაცია, თითქოს მეტი უნდა. სულ უნდა რომ ხაზზე იყოთ, სულ უნდა რომ მასთან იყოთ, ხო? ესეთი შეგრძნებები ნამდვილად აქვს, რადგან ძალიან გალაღებული და ბავშვური ენერგიები დაუბრუნეთ მას, როგორც გითხარით. ეს ვინც კონტაქტში ხართ და თუ კონტაქტში არ ხართ, როგორც გითხარით, ამ პიროვნებას ენატრება თქვენთან გატარებული დრო. ეს პიროვნება თქვენთან უფრო მეტი ნაბიჯის და უფრო მეტი კომუნიკაციის ჩამოყალიბებასაც ფიქრობს და ფიქრობს ასევე იმას, თუ როგორ გამყარდეს თქვენ შორის არსებული ურთიერთობა უფრო მეტად. თუ ახლა შორს ხართ, ეს ადამიანი ძალიან მალე შეეცდება, რომ ფიზიკურად, ვიზუალურად შეხვდეთ ერთმანეთს. რადგან ის ვნება და მიზიდულობა, რასაც თქვენს მიმართ განიცდის, უკვე აუტანელია მისთვის, ანუ მხოლოდ სოციალური ქსელი აღარ ყოფნის თქვენთან ყოფნა უნდა ამ ადამიანს. ამ პრობლემის გადაჭრაზე იქნება აქტიური საუბარი და თუ დიდი ხნის მანძილზე ვთქვათ, ქალაქებში შეიძლება არ ყოფთ, მაგრამ დიდი ხნის მანძილზე ან ვერ ხვდებოდით ერთმანეთს, ან რაღაც პრობლემები იყო, ახლა ამ ყველაფერს გადალახავს და ის აუცილებლად დაილაპარაკებს, ფიქრში აქვს და გეგმაში აქვს, ის აუცილებლად დაგელაპარაკებათ იმ საკითხზე, რომ თქვენთან შეხვედრა ძალიან უნდა. და შეიძლება ეს იყოს პირდაპირ ისეთი შეხვედრა, სადაც განმარტოვდებით და შეიძლება ეს არ იყოს კაფე, არ იყოს უბრალოდ გასეირნება, ეს არის 24 საათიანი ერთად ყოფნა, განმარტოვება სურს მას თქვენთან. რა არის მისი გრძნობა, როგორი არის მისი გრძნობა? როგორც გითხარით, მისი გრძნობები არის ეიფორიული, მას აქვს ეიფორია, მას სურს ყველაფერი სწრაფად, მას სურს ყველაფერი დიდ ტემპში განახორციელოს. გული აქვს ხშირად აჩქარებული ემოციებშია, როდესაც რაღაცას წარმოიდგენს და გეგმავს, თქვათ, როგორ მოდის თქვენთან, ძალიან ეს რაღაცა გაყინული კი არ არის, რაღაც ცივი გონებით ყველაფერს რომ გათვლიან და მერე აკეთებენ ნაბიჯებს. არა, აქ ადამიანი არის აი გულიანი და გულით განიცდის ყველაფერს. თქვენთან უბრალოდ შეხვედრის გაფიქრებაზეც კი გული უჩქარდება. თქვენთან გული მოუწევს, მოიჩქარის. ერთი სული აქვს. იცის, რომ კიდევ რაღაც დროის ფაქტორია და რაღაცაში მოცდა მოუწევს, რის გამოც ხანდახან იცით როგორი გრძნობებია აქვს, რომ აი თქვენ დამოკიდებულების შიშები აქვს აქ უფრო ადამიანს, რომ აი არ მოუბეზრდე, თავი არ მოვაბეზრო, არ მოვაწყინო, რაღაც ისეთი არ უთხრა, რომ ჩემთან კონტაქტის სურვილი დაკარგოს. აი რაღაც უფრო ესეთი გრძნობები აქვს, რომ თქვენ ძალიან გითვალისწინებთ, ან თქვენს არჩევანს დიდ პატივს სცემს, ან თქვენს სურვილებს გაითვალისწინებს, სანამ რაღაცას დაგეგმავს, თქვენს აქტიურად ჩაქრთავთ მის ასე ვთქვათ, გეგმებში. აქ გრძნობებში ამოდის ესეთი რაღაც, რომ რა თქმა უნდა თქვენს მიმართ აქვს თუ ახალი ნაცნობი არის და ახალი ურთიერთობა არის ძალიან ისეთი სერიოზული მოწონება, თუ უკვე დიდხნიანი კავშირი არის და რაღაც გარკვეული საბაზისო ურთიერთობა უკვე გქონდათ ამ ადამიანს, უკვე გრძნობები აქვს და სიყვარული არის, მაგრამ აქ უფრო აი ჯერჯერობით იცით როგორი ენერგიები ამოდის, რომ გრძნობები გადართული აქვს შეხვედრის პროცესზე. მოდი აბა ვნახოთ, რას მოიმოქმედებს.
ყოველ შორის ამ ადამიანს უნდა რომ რაღაც სიურპრიზი გაგიკეთოთ, მაგრამ თითქოს ამის საშუალება არ ეძლევა, იმიტომ რომ სიურპრიზი რომ გააკეთოს, თქვათ და იმ დროს რომ მოვიდეს და თქვენ სულ სხვა გეგმები გქონდეთ და არ დაემთხვეს თქვენი თავისუფალი დრო ერთმანეთს, ესეც არ უნდა. თან სიურპრიზის გაკეთება უნდა. თან შეიძლება რაღაც ნახევარი გეგმები მაინც გაგანდოთ, მაგრამ მაინც რაღაც თქვენი გაუცების სურვილი აქვს ამ ადამიანს. უნდა რომ გასიამოვნოთ თავისი ქცევით თუ გეგმით. მარტო თავის თავზე ნამდვილად არ ფიქრობს. კი, ანუ მოქმედებაში ზუსტად ეს არის, რომ აი უნდა რომ ეხლავე რაღაცები გითხრათ, რომ აი როცა გნახავ ესე იქნება, თან ეშინია რომ რაღაც გეგმები არ გაფუჭდეს, რადგან წინასწარასაც ამბობს ხოლმე შეიძლება ხშირად ისი არ გამოსდის, რა ჩანაფიქრიც აქვს, მაგრამ რაღაც მომენტში რა თქმა უნდა, ექნება ის მომენტი, რომ შეხვედრას დაგეგმავს და ჩაქრთავთ თავის პროცესში და გამოგკითხავთ რა გინდათ, როგორ გინდათ თქვენც, მაგრამ რაღაც სიურპრიზსაც ელოდეთ. ბოლომდე რაღაცა გეგმას არ გამჟღავნებს, რომ თქვენი გაოცებული სახის დანახვა უნდა. ანუ უნდა რომ ბოლომდე, როგორ ვთქვა, ბოლომდე სიურპრიზებით სავსეთხე იყოს, ხო? უფრო ესეთი ენერგია. კი, აი, როგორც გითხარით, ისევ და ისევ შეხვედრა. ეს არის შეიძლება ბილეთების ყიდვის პროცესში არის უკვე ჩართული. ან შეიძლება სიურპრიზი ის მოგიწყოთ, რომ აი მე რომ ვაპირებდი ჩამოსვლას, იცი, უკვე ვიყიდე ბილეთები თქვას. ან შეიძლება იყოს ის მომენტი, რომ მანქანა გააკეთა და მოდის. ან შეიძლება იყოს ის მომენტი, რომ მანქანა იყიდა და მოდის. აი რაღაც ან მეგობარს აქვს რაღაც შანსი მანქანას ათხოვებს. აი რაღაც ესეთი გზასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრა და თქვენი სიხარული არის მისი, ასე ვთქვათ, ახლანდელი ენერგიები თქვენთან დაკავშირებით. მე დაგემშვიდობებით, წარმატებას გისურვებთ ყველას და რა თქმა უნდა, მომავალ შეხვედრამდე.